unboxing-ი გავაკეთო დღეს მოდაში unboxing. და ამაზე კაი unboxing-ი არ არსებობს რა. თემუს იმას არ ჯობია რა ქვია. ჭინჭების unboxing-ს, ამის unboxing-ი. მოდი აბა ნახოთ ერთი ნელ-ნელა შავყვეთ. ჩვენი ბასრი დანა დაუსვათ. მიმიქარავს შაჰაბასის ხმალი. ისეთია. აი ჩემო კარგებო ლამაზებო. გემრიელებო. აი ასეთი ის გამოგვივიდა. კარგი გემრიელი შონგის ნაჭერი. და ახლა ეს ჩვენ დავჭრათ კიდე. დავჭრათ და განახევთ მე აი შიგნით როგორი შიგთავსი ექნება ამ ყველაფერს რა. ამისთვის დაგჭირდება ბასრი დანა და მოდი აი შუაში გადავჭრათ რომ ნახოთ შიგნითაც რა ფერი არის ეს ჩვენი თევზი. აი ნახეთ. აი ესეთებია. აი ესე შეგვიძლია ვნახოთ. აი რაც ყველაზე მთავარია ჩემო საყვარლებო შიგნიდანაც უნდა იყოს აი ესეთი აი ესეთი ის უნდა ქონდეს სტრუქტურა უნდა იყოს წითელი თევზი რა შონგა არის ამ ფერის თუ ის არის თეთრი ან რაიმე სხვა ფერი გააჩნია ის უკვე აღარ არის შონგა რა ეხლა მოდი გადავიდეთ გეტყვით რა დაჯდა ეს ყველაფერი რა ძირითადად ეს თევზი ღირს 100 ლარი კილოგრამი აი ესე გამზადებული ზოგან 120 ღირს, მაგრამ 90, მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევები აქვს, მაგრამ არის ისეთი მამაძაღლური შემთხვევები, როცა მაგალითად, იგივე კიდევ ერთხელ ვამბობ, გენერალს ან რაიმე სხვა თევზს აკეთებენ, ჭარხლით რაღაცებით ფერებს აძლევენ და ყიდიან მე რა 80 ლარში, 90 ზოგი 100-ში წყიდის რა. პირდაპირ ატყუებენ 100 აფანდებენ რა ხალხს რა. და ეხლა ეს დაჯდა გეტყვით რამდენი მე მივეცი მთლიან შონგაში კილოგრამში 38 ლარი დავამუშავე, გავამზადე და დაახლოებით აი ამ მდგომარეობამდე რომ იმეყვანა, დამჯდა კილოგრამი 42-დან 45 ლარამდე, აი ესე რა, მერყეობს რა. ეხლა მოდი დავჭრათ ეს ყველაფერი ჩვენ და ნახოთ, დავალაგოთ უკვე და დავაგემოვნოთ როგორი გამოგვივა რა. ნუ რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ ბასრიდან აქ გქონდეთ, ეს მართლა ძალიან ისეთი ბასრიდანაა. დანა უნდა იყოს მაქსიმალურად ბასრი. ისე რომ უჭრად დავალაგოთ აი ჩემო საყვარლებო კანი იმისთვისაა საჭირო თან რომ დაჭრის დროს იოლად დავჭრათ ეს ყველაფერი და დამარილებაშიც ხელს უწყობს ანუ ძალიან ბევრი მარილი არ შედის ორივე მხრიდან და ოღონდ პირველი რაც უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს გაქერცლილი კანი დაწერეთ კომენტარებში მე შემიძლია მთლიანი რეცეპტი დავდო ამ შონგის მომზადების. ახლა მოდით ნელ-ნელა უკვე დავალაგოთ ესე ლამაზად ეს ჩვენი თევზები დავაწყოთ ესე. დავაწყოთ და მოვიყვანოთ როგორც იტყვიან თვალი ჭამს და თვალი სვამსო მე დიდი იმისი რა ქვია აი ამ სტილში ვერ გამოვირჩევი. აი ეს არ მიყვარს ძალიან ეს პუჭუ რაღაცეების დალაგება ძალიან ლამაზად. უფრო აი ესე რა ქართულად мама პაპურად თავარია გემრიელი იყოს, უფრო ის მიყვარს, მაგრამ მე შევეცდები პუჭი მუწებიც რომ არ გავანაწყენოთ, აი ესე ლამაზად დავალაგოთ ახლა ჩვენ ეს ჩვენი თევზი, შემოვუწყოთ მერე ჩვენი ლაიმები, ესეც ეს. ახლა ამას მოვუწყოთ ჩვენ ეს ჩვენი რუღაცები. აი, გავაფორმე რა, შეძლებს დაგვარად. კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ამ გაფორმებების ჩემპიონი არა ვარ. მაგის საქმე მაგრად არ მეხერხება რა. ხო და აი ესეთი გამოდის, ნახეთ აი როგორი ფერი აქვს, აი შეხედეთ, ფერს დააკვირდით დაჭრილზე, იქიდან, აქედან აი როგორია რა. სულ ერთი ფერი უნდა იყოს, არ უნდა იყოს გარედან წითელი და შიგნიდან რაღაცა სხვა ფერი. აი ერთი ფერის უნდა იყოს თევზი რა, გარედანაც და შიგნიდანაც რა. ნუ ეხლა ამას უნდა ერთი ჭამა ეხლა მარტო და აბი გლუკოზა რა თქმა უნდა რა. მოკლედ ბევრი ამას კარაქთან ერთადაც ჭამს. ზოგი უკარაკოთ, ზოგი ლიმნით, ზოგი ულიმნოთ, მოკლედ რა. ვის როგორ ევასება რა, მოდი ეს ცოტა გავსინჯოთ, მოდი ჯერ უკარაკოთ გავსინჯოთ ისე რა. ნახეთ ეს ამოვაცუნცულოთ რა. ოპა, ნახეთ. აი როგორი ფერია როგორი ისაა და დავადოთ რა ჩვენს პურსთან ერთად. უგემრიელეს. იაფი იოლი. სამჯერ იაფი, თორემ იაფი არ გამოდის, მაგრამ სამჯერ იაფი, აღარ გამოდის რა. მოდი აბი გლუკოზასთვის ერთიც გავამზადოთ. კარაქით პატარა. დავდოთ გვერდზე.
ჩვენი ავტოს ჯიგარის ჭაჭა ჩავაბრახუნოთ, ჭაჭა, ნახეთ, თევზი უხდება. ოქროს ჭაჭა ვგლიჯოთ. აბა, გაგიმარჯვეთ, ჩემო კარგებო, დაწერეთ კომენტარებში, რომელი რეცეპტები გაინტერესებთ, რომელი მაგალითად პროდუქციის დეგუსტაცია ჩავატაროთ აქ ჩვენთან მარანში ჯიგრულად, ყოველგვარი მიკერძოებების გარეშე და იმის გარეშე, ხო? მითხარით ძმაო და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენი და ისეთი ჩემი რა. ჩაი არა რევიზია. ჩაი არა და ერთი რო არ მივაყოლოთ არ შეიძლება. აბა და ლიმონის მოვასხათ კიდე. ოპლა. კაია ჯიგრებო, კაი. აბა, მომავალ შეხვედრამდე.